მოძრაობა დავითიანის პროექტ წიგნიერი ლიდერის მონაწილეები წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებს სასწავლებლის წარმომადგენლები შეხვდნენ. პროექტის მონაწილეებმა უნივერსიტეტის დაარსების, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. წიგნიერი ლიდერი ამ სახელწოდების პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ხორციელდება. ამ დროისთვის მასში თბილისში არსებული 30-მდე სკოლის 150 მოსწავლეა ჩართული. პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს გასვლითი ღონისძიებები უტარდებათ. პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი ახორციელებს. დავითიანი თავისი პროექტის წიგნიერი ლიდერის ფარგლებში ძალიან მრავალ მხრივ აქტივობებს თავაზობს ჩვენს მოსწავლეებს, ვინც ჩართულები არიან ჩვენს პროექტში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დავითიანში მოსვლა და იქ რაღაც სალექციო კურსი. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები, საკლუბო მიმართულება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფორიენტაციული მიმართულება და გვინდა რომ ბავშვებს გავაცნოთ სხვადასხვა პროფესიები, სხვადასხვა სასწავლო მიმართულებები, სადაც შეიძლება თავიანთი თავი იპოვონ. ამისი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, რომელიც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია დავნერგეთ და წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, სამგუსთან ერთად ძალიან საინტერესო აქტივობას თავაზობთ ჩვენს მოსწავლეებს. ისინი მოდიან, ჩვენ მოვდივართ, სტუმრობთ უნივერსიტეტს, ქართულ უნივერსიტეტს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ღია კარის პრინციპით, ძალიან ესე საინტერესო და გულუხვად გვხვდება ხოლმე. გვაცნობს თავის შესაძლებლობებს, იმ ფაკულტეტებს, იმ სპეციალობებს, რომლებიც აქ ისწავლება, იმ ნოვაციებს, რომელიც ინერგება და უნდა აღვნიშნო, რომ შარშან როდესაც ვიყავი და გავეცანით პირადად მეც რომ გავეცანია უნივერსიტეტის ამ სასწავლო მიმართულებებს, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს ტექნოლოგიები, თუნდაც ის ინფრასტრუქტურა, ის დამოკიდებულება სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის, რაც ძალიან შთამბეჭდავი და მომხიბვლელია და შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი მოსწავლეები ბევრი არის აქ უკვე სტუდენტი, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს, კვირეულს ვატარებთ და მთელი კვირის განმავლობაში სანგო ესე მასპინძლობს და დიდი მადლობა მინდა გადავხადო ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის. ქართული უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მსგავს პროექტებს მასპინძლობს. დავითიანს ძალიან დიდი მადლობა, რომ მეორე წელია უკვე ნდობას გვიცხადებს და ჩვენს უნივერსიტეტში ატარებს კვირეულებს და წიგნიერი ლიდერის მოსწავლეები მოდიან. პარალელურად ჩვენ ღია კარის დღის პრინციპით ვაცნობთ უნივერსიტეტს, რაში თავაზებებს სთავაზობს უნივერსიტეტი, როგორც სტუდენტები ხვდებით სანგოს ელჩები და ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რა მოლოდინები გქონდა, რა დაგხვდა და ასე შემდეგ, რაც დაეხმარათ დავითიანის მოსწავლეებს და ბევრმა უკვე დაამთავრა ჩვენი უნივერსიტეტი და პარალელურად ბევრი უკვე აპირებს, რომ აირჩიოს ქართული უნივერსიტეტი. ეს ფაქტი ძალიან გვახარებს და უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით დავითიანს. წიგნიერი ლიდერი ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ იგი გვეხმარება არა მხოლოდ განათლების მხრივ და იქ ვსწავლობთ ძალიან ბევრ რამეს, არამედ ვიჩენთ ბევრ მეგობარს და გვაქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობები. იქნება ეს დავეხმაროთ სხვა ადამიანებს მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, თუ სხვა. სწავლების მხრივ ასევე ჩემეზით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ჩემეზით აქ ძალიან კარგი სივრცე არის ყველა მოსწავლისთვის. ჩემთვის წიგნიერი ლიდერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ვიგებ ბევრ ახალ ინფორმაციას. სწორედ ერთ-ერთი იყო პირველი სემესტრი, რაც უკვე დავამთავრეთ. აქ გავიარეთ ძველი აღთქმა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ბევრი რამე ვიცოდი, მაგრამ ბევრი ახალი რაღაც გავიგე. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ძალიან მომეწონა, რადგან აქ დამხვდა თბილი გარემო და მომავალში ვაპირებ აქ ჩაბარებას. შეგახსენებთ, რომ პროექტი წიგნიერი ლიდერი 2009 წლიდან ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორებმა 2025 წელს 2063 წიგნი აღადგინეს და ყდაში ჩასვეს. სპეციალისტების განმარტებით სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და დიდ ყურადღებას მოითხოვს. გასულ წელს 2376 პერიოდული გამოცემა აიკინზა და ყდაში ჩაისვა. სამუშაოების ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა 32343 ფურცელს. მათ შორის არის წიგნის, ჟურნალისა და გაზეთის
ბიუჯეტის ფურცლები. Როგორც კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიული პაქსაშვილმა აღნიშნა, გაიწმინდა და დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალ გამოცემას. შარშანდელი წელიც, როგორც სხვა წინა წლები, პრიორიტეტი იყო სარარიტეტო გამოცემები. თქვენ იცით, რომ ეხლა ყოფილი მაჩაბლის დარბაზი გადაკეთდება წიგნის მუზეუმად და მან ჩვენი ექსპონატები გამოიფინება. ჩვენ რა თქმა უნდა მათ ვიზუალურ მხარეზე ვზრუნავთ და თანამშრომლობთ რარიტეტულ განყოფილებასთან ამ გამოცემების გამოფენაზე. დასრულდა თედო სახოკიას პირადი კოლექცია და მიმდინარეობს მუშაობა ნიკო ნიკოლაძის არქივზე. ეს არქივი მოიცავს როგორც წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, ასევე ფოტოებს, ხელნაწერებს. ეს ხელნაწერები ჩავსვით ყველა ყუთებში. ეს ყუთები არის სპეციალურად საარქივო გამოცემებისთვის შექმნილი და მაღალი ხარისხის და მიმდინარეობს არქივის წიგნების აღდგენა, პერიოდული გამოცემების აღდგენა და ასე შემდეგ. წინა წელს იყო პირველად, როცა მოხდა ყდაზე, ჩვეულებრივ ყდაზე, კალმით ოქროს გადატანა და მოხატვა. ასევე ტყავის ყდა დავამზადეთ, რომელზეც ორნამენტები გადავიტანეთ ცხელი მეთოდით, კლიშით. ჩვენ შევქმნით მასალა, რომლის მიხედვითაც აღვადგინეთ დაზიანებული ყუები. წიგნს რო უზიანდება რაღაცა ნაწილი, ხო? ან ზედა ნაწილი მოძრა, ან რაღაცა დროთა განმავლობაში გაიხსნა ეს ყუა, დაშორდა ყდას, ხო? შეერთება მოხდა ამ ჩვენივე გამოგონილი მასალით, რომელიც გამოდგა მართლა უნიკალური. ეს არის იშვიათი შემთხვევა. ეს უფრო ხდება უნიკალურ წიგნებზე, რომელთაც აქვს ტყავის ყდები. კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გიული პაქსაშვილის განმარტებით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მისი თქმით, ყველა პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების დაცვასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. 2026-ში ჩვენ გვაქვს გეგმაში სივრცე გვაქვს, იცით რომ ახალ სივრცეში ვართ გადმოსულები. გამჟავების ლაბორატორიის სრულად დასრულებას გეგმავთ. გვინდა შევიძინოთ აპარატი, რომელიც დაზიანებული ფურცლის, აი დანაკარგ ადგილებს შეავსებს. იგივე დანადგარი ამზადებს ქაღალდს. ქაღალდი უკვე გვეძლევა საშუალება დავამზადოთ ისეთივე სისქის, როგორიც ჩვენ გვინდა, ისეთივე ფერის იყოს, როგორიც ჩვენ გვინდა და ეს დანადგარი საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო მეტი უკეთესი პროდუქტის შექმნის. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 2026 წელს სიახლეებით ხვდება. ჩვენი ქვეყანა წელს ევროპის ქალთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სოფიო გვეტაძემ 2025 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატი რამდენიმე დღეში დაიწყება. 2025 წელი ძალიან წარმატებული იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, სამი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება მივიღეთ და უმასპინძლეთ ძალიან მაღალ დონეზე. ეს იყო ევროპის გუნდური ჩემპიონატი, მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი და ქალთა მსოფლიო თასი. 2026 წელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი წელია, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე როგორც მასპინძელი ქვეყანა ვუმასპინძლებთ ევროპის ქალთა ჩემპიონატს 2026 წლისას და წელი იწყება საქართველოს ქალთა ჩემპიონატით და ვაჟთა ჩემპიონატით, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში აიღებს სტარტს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ფედერაციისათვის. აღსანიშნავია, რომ მონაკოში გამართულ ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენლებმა 6 შესაძლო მედლიდან 3 მოიპოვეს. სოფიო გვეტაძემ აღნიშნულ შეჯიბრზეც გაამახვილა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ მონაკოში გამართულ ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნინო ბაციაშვილმა. სოფიო გვეტაძე კი ბრინჯაოს მედალს გაეუფლა. ასევე მედლების მხრივ გამორჩეული წელი იყო წლის დასაწყისში მონაკოში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს წარმომადგენლებმა შევძელით 6 შესაძლო მედლიდან 3-ის მოპოვება. ერთ-ერთი მედალი მეც ავიღე სწრაფ ჭადრაკში, მესამე ადგილი დავიკავე, რაც რასაკვირველია უდიდესი წარმატებაა როგორც თითოეული ჩვენგანისათვის, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისათვის.